დაბრუნება საქართველოში 2. 93 წლის ემიგრანტი ნიკო თოფურია საქართველოსთან 70 წლიანი განშორების შემდეგ სამშობლოში მეორედ ჩამოდის. ნიკო თოფურიას თბილისის აეროპორტში ნათესავთა წრე მოუთმელად ელის. მათ შორისაა 10 წლით უმცროსი და ციცინო თოფურიაც, რომელიც საკუთარი ძმის შესახებ ისტორიებს იხსენებს და თვალზეც რემს ვერ იკავებს. დეპეშა მოვიდა რომ დეპეშა სამხედროში ეძახა აუცილებლად ჩამოვიდეს. ერთ დეპეშა მოვიდა არ გაუშვა დედა ჩემს. მეორე დეპეშა და არ შეიძლება ვაკ ჩვენ დაგვიჭერენო და წავიდა და ის იყო წაიყვანეს ომში. კომისიაზე რო ვიდექი და ასეთი ფიცი მქონდა დადებული რომ ერთი ტყვია ჩემთვის უნდა შემომენახა და უნდა თავი მომეკლაო და მე ვერ გავაკეთე. და ამის შემდეგ 9 წელიწადი ეს იყო პლენად. მე როცა გაანთავისუფლეს ხალხი, ვინც საერთოდ და მაინც ეს უთქვია რომ მე ფიცი მქონდა დადებული ერთი ტყვია ჩემთვის უნდა რადგან ეს ვერ გავაკეთე, ვერ დაბრუნდები. ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნიკო თოფურია სამამულო ომში 21 წლის ასაკში გაიწვიეს. ქართველი ტყვედ ჩავარდა და ომის დასრულებამდე იტალიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში ცხოვრობდა. გათავისუფლების შემდეგ მან სამშობლოში დაბრუნება ვერ გაბედა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მიაშურა, სადაც ქართულმა სათვისტომომ შეიფარა და ცხოვრების მოწყობაში დაეხმარა. დღეს ის საქართველოშია და ბედნიერია. უზომო მადლობა იმ თაობას, ვინც შესაძლებელი გახდა, რომ აი ასე ჩვენ ერთმანეთში თავისუფლად და დემოკრატიული ქვეყნების საპატივცემული წევრი რომ გავხდით საქართველოსთან ქვეყანა ეს იცის უკვე ვინ ვართ ჩვენ და რა წვლილი გვაქვს შეტანილი მსოფლიო ცივილიზაციაში. თბილისში ეხლა 55 წლის მეორედ ვარ და ჯერ იზახნია რომ გალამაზებული არის და გაკეთებული არის და მთავარი ის არის რომ თქვენ ერთმანეთში არ შხუბობთ კაც ის მაგივრად რომ ყველანი ერთმანეთს როგორმე გავიტანოთ თავი. Exactly. ნიკო თოფურია სამშობლოში მარტო არ ჩამოსულა. მასთან ახლავს 56 წლის ქალიშვილი და 17 წლის შვილიშვილი. საქართველოში ისინი პირველად არიან. ბევრი ნათესავი, რომელთაც მხოლოდ სურათით ან ტელეფონით იცნობდნენ, დღეს უკვე პირადად ნახეს. I can't believe that I'm in Georgia. I can't believe that this is my father's family. I finally არ მჯერა რომ საქართველოში ვარ და ეს მამა ჩემის ოჯახია. მე ყველა მიყვარს. როგორ უნდა თქვა ეს ქართულად? I am not good in the front of the camera. I should never speak in front of a camera. And I love everybody. How do I say that? I love everybody. How? Ყველა მიყვარს. ყველა მიყვარს. ისტორიული მოვლენა ბიძაშვილი ვნახე პირველად. ბედნიერი ვარ. თავს ბედნიერად ვცნობ. ნიკო თოფურია ოჯახთან ერთად საქართველოში სექტემბრამდე დარჩება. თბილისში მას უნივერსიტეტმაც უმასპინძლა. ამერიკაში დაბრუნებამდე ის საკუთარ მშობლიურ მხარეს მარტვილს და საქართველოს სხვა კუთხეებს მოინახულებს.